თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაში პროფესიული კოლეჯის სპექტრის კურსდამთავრებულებიც ჩაერთნენ. 30-მდე ადამიანი შემდუღებლის პროფესიას დაეუფლა და მშენებლობაზეც ამავე პროფილით იმუშავებს. მათი ანაზღაურება 1500 ლარი იქნება. მიმდინარე სამუშაოები განათლების მინისტრმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს. იგეგმება პროფესიული კოლეჯის სხვა პროფილით მომზადებული ადამიანების ჩართვაც მშენებლობაში. თბილისის იუსტიციის სახლი შემოდგომაზე უნდა გაიხსნას. Am ახალგაზრდებს ხელფასი ექნება 1500 ლარი. ეს არის შედეგი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა და რეფორმის მთავარი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის დასაქმების და ხელშეწყობის მისათვის, რომ ყველა ადამიანის მოდი შესაძლებლობა დასაქმდეს. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვეძებთ შემდუღებლებს კონკრეტულ სპეციალობას, რომელიც სამუშაო მიდის 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად მეტი სპეციალისტი გჭირდება და დღეს დასაქმდებიან უკვე ადამიანები, ვინც კონკრეტული გადამზადების კურსი გაიარა განათლების სამინისტროში. რაც ყველაზე მთავარია, მომავალშიც სწორედ ესეთი კონკრეტული სპეციალობის ადამიანებისთვის სამუშაო ადგილი საქართველოში პრობლემა არ იქნება. ამიტომ მთავარია ყველამ რაღაც კონკრეტული პროფესია მიიღოს. ეს ყველაფერი კურსი გავიარეთ 5-იანზე, ძალიან ჩავაბარეთ სვარკის კურსები, დღესდღეობით დავსაქმდით. ყველაფერი კარგად, ანაზღაურებაც ძალიან სოლიდური.